სალამ პაპალამ. გამარჯობა. მოკლედ ალეიკუმ. ალეიკუმ ასალამ. მე რადგან ახლა ვსაუბრობთ იმით მინდა დავიწყო მეგობრებო ჩვენ ტრამპის ბოლო ტვიტი არ არის True Social-ი მაგის ქსელი და იქ დადო რომ ვლადიმირ სტოპ ანუ მოუწოდა ვლადიმირ პუტინს რომ შეჩერდეს აღარ გააგრძელოს დაბომბვები ტანკნაზად ბიჭო გაცილებით მილიარდჯერ მეტი ლეგიტიმაცია აქვს ვიდრე მიშელ შვილდადეს ღმერთო ჩემს რა შედარება მაგრამ თავისთავად ცოტა კომიკურია მე ერთ ამას ვიტყვი და მე თქვენი უცნაური კაცია იმიტომ რომ არ მისცეს ერთი თვე რაკეტა და სადაზვერო ინფორმაცია და ტანკნაზად იქნება რა დამთავრდება ამბავი თავის ხელით ზელენსკის რომელიც მისთვის საძულველია და იძახის რომ გადამგდები და არასწორი ტიპია მაინც აძლევს იარაღს და სადაზვერო ინფორმაციას და მერე წუხს რომ იმ შეთანხმებაზე რაც უნდა მოხდარიყო აღარ მიდის ზელენსკი ეს არის ცოტა უცნაური ბილად რო ვთქვა ეგ ევრობიუროკრატიის ბრალი არის გაცილებით დიდი წონი თვითრე სხვა რამის თვითონაც ცოტა მაგრამ მე მაინც იმას ვიქონიებ რომ ტრამპის ის მთავარი საწინასაარჩევნო დაპირება რომელიც მე ასე თუ ისე მოქმედებაში მოიყვანა რომ deep state-ის დასრულებას აპირებდა მაინც ადრე თუ გვიან მოვა მოქმედებაში იმიტომ რომ ვაკვირდებთ ყველა ამ პროცესს ხედავთ რომ ჯერ არც თუ ისე სასიკადულოდ არ მიდის ეგ ამბავი მაგრამ ადამიანი რომელიც ამბობდა რომ ან deep state-ი დაასრულებს ამერიკას და ან ჩვენ დავასრულებთ deep states ეგ ისეთ სიტყვებია რომელიც ეს მარტივად არ შეიძლება კარგი ამბავი ჩვენი ძალიან წარმომადგენლობითი დელეგაცია იყო ამერიკაში სახელმწიფო დეპარტამენტში შეხვდა ჩინოსანს ვაჭრობის სამინისტროში ჩვენი ბანკის ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი თავმჯდომარე შეხვდა სოფლიო ბანკის წარმომადგენლებს გადასარევი პროგნოზებია შეხვედრა შედგა თვალი დაუდგეს იმ ადამიანებს რომლებიც ეხიან რომ ვითომ ჩვენ ვართ ბლოკადაში და ჩვენ არ გვცნობენ. აი ეს აღსანიშნავია, გილოცავთ მეგობრებო, ეს კედელი კიდევ ერთხელ გაირვა. და ყველაზე მაგარია ოპოები რო არ ხვდებიან ეუთოს შეხვდნენ კაცო? არა, ვიღაცა ხო არ შეხვდა. ხო თქო არ ხვდებითო. ანუ უყურე კონკრეტული პარტიის პეშკებმა იმ ვარამი არ შეხვდა. თაზო დათუნაშვილებმა და ეგეთებმა თქვეს რომ ესო რა ის იყო. ვარამი ახლა ჩამოსული იყო გინდა რა. ვარამი არ შეხვდა, მაგრამ თინა ბოკუჩავა ანუ ნაცების ერთ-ერთი სახე შეხვდა, ლელო შეხვდა, სამადაშვილი და ის შეხვდა. შესაბამისად ანუ ყოფილა ლეგიტიმური რა მისი ვიზიტი და მასთან შედარებით მნიშვნელოვანი. კურსონლები. აი ბაჩოს ნათქვამს გავაგრძელებთ, იმიტომ რომ ტრამპი მე მგონი თავის წინასაარჩევნო დაპირებასაც საუბარი იყო deep state-ის დასრულებაზე, მათ შორის იყო ომის დასრულებაც, ბევრი სანქციების მოხსნა, სანქციების პოლიტიკა, ეს დედოლარიზაციის გზა და ასე შემდეგ. და პრინციპში შეგვიძლია ვთქვათ, რომ როგორი პროცესია იცი ეს, აი მე თვითონ რაცა კარგად ვერ ვაანალიზებ, თითქოს ქაოსური, არა მარტო თითქოს რაღაცა აი თანმიმდევრულად და ისეთი ლოგიკა არ ფუძნდება რა, მაგრამ ჩვენ ერთი რამ უნდა გვახსოვდეს, ახლა რომ მოვდიოდი გზაში ვიქტორ ორბანის მიმართებას უსმენდი ურსულაზე რა, ფონ დერ ლაიენს. ძალიან საინტერესო, ხო, ძალიან უყვართ ერთმანეთი და პლუს ისიც უნდა ვთქვათ, რომ პირდაპირ პროპორციულია deep state-ი და ევროპის ბიუროკრატია დაახლოებით ერთმანეთს. ხო და ორბანი ამბობს, რომ ძალიან კარგი სახელი შეარქვა ჯერ ერთი რომ ელიტური დიქტატურა. ელიტური დიქტატურა რას ნიშნავს, რომ შენ სუვერენულ სახელმწიფოებს, ადგილობრივ მთავრობებს საერთოდ არანაირ გასახანს არ აძლევ, ხავს შანტაჟის ქვეშ და მხოლოდ აჩენ ისეთ აზრს, რომელიც შენ გაწყობს, ეს ხდება საფრანგეთში, გერმანიაში, ასე შემდეგ, ცენტრალურ ევროპაში, აღმოსავლეთ ევროპაში ხო ნუ საერთოდ ბალტიისპირეთზე განსაკუთრებით. ხო და ნუ ვიღაცებს იჭერენ, ვიღაცებს საერთოდ ტელეეთერებში და არა თუ ტელეეთერებში სოციალურ მედიაში ასე შემდეგ საერთოდ არ უშვებენ. მართლა ელიტური დიქტატურაა და ამას დამატებული ეს არის ევროპის დაისი რა. ეს არის ის დაახლოებით ჩვენ შეგვიძლია რაღაცა კარგი ტერმინიც არის ეს ყოფილი ევროპა დაუძახოთ იმ ევროპას რომელიც ჩვენ ვიცოდით მოგწონდა და ასე შემდეგ რაც იყო დაფუძნებული თანასწორობა, ძმობა, ერთობა ქრისტიანული იდეალები და გამოხატვის თავისუფლება რომელიც საერთოდ ბოლომდე მომკვდარია რა იქ იმიტომ რომ ესე იგი კულტურული მარქსიზმი და ლიბერალური დემოკრატია რო შერწყა ერთმანეთში ვოუკ დიქტატურა მივიღეთ არა მარტო ევროპაში დასავლეთში ამერიკაში კი ბატონო მაგრამ განსაკუთრებით ნუ ევროპა არის სერიოზული ადგილი სადაც მაგალითად ტრამპი უმაღლეს სასწავლებლებს რომელსაც საუკუნოვანი ტრადიცია აქვს ამერიკაში და ძალიან ძვირია იქ
სწავლა და მხოლოდ ელიტარული ოჯახის შვილები ხვდებიან და მხოლოდ ელიტისტვის დიან ბავშვებს ხო და ახალგაზრდებს იმათვის დაფინანსების შეწყვეტა ეს არის ძალიან დიდი ნიშანი ეპოქის. ეს არის სერიოზული თემა. ეს არის ნიშანი იმის, რომ მართლა სერიოზულად ემოცი. მოდი იმასაც თავისთავად მიხედო ნახა და მე დღეს ბევრ არა სამ გუბაზე გადავართ ერთ ბევრად უფრო ლოკალური მნიშვნელოვანი ამბავი მინდა რომ თქვენს იმიტომ რომ დღეს ყველა ნახავთ დარწმუნებული ვარ უდიდეს ფეიქ ისტერია აიწია ოპოზიციურ მედიაში მე გამოიყვანეს თავის ჯიბისის Facebook პოსტავები და ამათ ალაპარაკეს საქართველოს ხელისუფლებამო 17 აფრიკულ და აღმოსავლეთ სახელმწიფოსო გაუხსნა უვიზო მიმოსვლაო და აი ხო ჩამოვლენო აქო ტერორისტებიო ჩამოვლენო გამოპატიურებლებიო სუდანი ესეთ ქვეყნებია რა მაგას დაგვაქცევენო რა და უყურე რეალურად რა არის რეალურად თავრობამ გაამკაცრა ამ 17 ქვეყნის მოქალაქეებისთვის აქ შემოსulis საკითხი ისე რომ ვისაც არ აქვს საკუთრების უფლება აქ და შესაბამისად საბინაო ვიზა ის ვეღარ შემოდა ძალიან გაუჭირდებათ ამ 17 ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოს შემოსვლა და ანუ ამაზე რა ვიცი მე მილიონერჯერ ისევ დაიწყეს რომ თეთრს და შავის დამტკიცება ოღონდ თავარი არხი, ტაბულა, ფორმულა, პირველი ყველა, ანუ მთელი ოპოზიციური მედია დაალაგდა. ეხლა სხვა შორის ან წაშლილი აქვს თან ჩასწორებული, ტაბულამ ჩაასწორა თავარმა ახლა წაშალა მაგრამ რას წერებს რა? წერდნენ რომ ანუ გაუმარტივესო, უვიზო დაუწესესო ამას და გამოუპატიურებლები და კრიმინალები და ისინი შემოვლენ. რამე შემო მისტერიისაცაც ხო? ზურა გირჩის ძმა ჩაწერა ვიდეო, რომ აიო დედა გვიტირაო, ნახეთო რა რას გვიგერებს. მე ის თან ნახე ჩვენანი ფილოსოფოსი რო ყავთ ის ლევან ღამბაშიძე ის გამოვიდა და აიო ეს თუ არა პირდაპირ რუსული დაკვეთა არისო ძმაო და მაგიტო გააკეთესო ესო და ანუ სრული სერიოზულობით ამაზე აწიეს ამბავი ესეც უნდა ვთქვათ რომ მიმართებაში იყო საინტერესო რომ ნახეთ მთავრობა ესე იგი ელევა ნელ-ნელა ევროკავშირის ამ იმას რა ქვია ვიზა ლიბერალიზაციის პროცესს სამაგიეროდ რა ქვეყნები ჩამოთვალეს სირია ერითრეა სუდანი სადაც მოკლედ აი ყველაზე პრობლემური ნაწილი აკრა სირიაზე ჩვენ არა ვართ ანუ სირია ევროპაა უკვე დემოკრატია ევროპა ხო სირია ამერიკის მიერ აღიარებული ძმაო არა სირია სხვა არის მანდ რო შენიშნა მიგეცა არა არსებითი არამედ სირიაზე რატომ ხო უყურე მანდ არის რეალურად ორი საკითხი ერთი რომ ანუ ესეთი უსინდისო ფეიქით ცალდეს რომ დღის მანძილზე თემა აეწია და მე ბოლოს უბრალოდ მე ან წაშლა მოუწიათ ან ვიღაცებმა გადათქვეს და ვიღაცები განსაკუთრებული იდიოტები დარჩენ და ისევ არშლიან მაგ ყველაფერს და მეორე საკითხი იდეაში ხო ჩისტა ლიბერალური გადმოსახედიდან ეს ფაშიზმია ძმა ანუ შენ სრულ ერს უკეთებ კატეგორიზაციას გენერალიზაციას და ეძახი რომ ესენი არიან გამოუპატიურებლები და კრიმინალები და რა თქმა უნდა 17 სახელმწიფო გამოაცხადეს იმე რა ქვია გადახსირებულ ერად და ამათ თუ დაინახავ ქუჩაში შენი საქციელი არ არის ლიბერალური ამათ თუ დაინახავ ქუჩაში ყველა უნდა მიუსიო ძაღლები და მოუკლათ დაღმოდა იქამდე მიდის რა არა სოჩი მანდ არა შენი საქციელი არა ლიბერალური და ნელ-ნელა ხო და შევიდეთ ანგელოზივით გუბას სანიკი და მე ლევან სანიკი ორი გუბაზი გულბოზ აქ გაიყო უკვე არიან ოპოზიციონერებს რო უსმენენ და არიან ხელისუფლებას რო უსმენენ. ყოველგვარ თავდაბლობის და მე ვარ ერთადერთი კაცი რომელსაც ორივე მხარე მისმენს. ოპა! კიდე ორივე მხარე მისმენს. კიდე რატო ეხლა რაზე შეცამ გადაცემები მთელი ბიოგრაფიული ცნობები აქვს ჩემზე. ჩვენზე კომენტარებს აკეთებ, გადაცემებს მიწვე. რატო? იმიტომ რომ მე ვანგრევ მათ იმას. აი აქ არის სერიოზული დილა. ვაფშე აღარ მოიხსენიოთ, გინდა? ბიჭო, არა, როგორ ავარდეთ ამაზე? არა, ვაფშე არ მინდა რომ აღარ მოიხსენიოთ. მე კიდე ერთხელ ვიტყვი რომ კაც რომელსაც იმაზე ეთერში ჩართვაზე წინ ფაყვები აქ დავაგებავ მე იმას სერიოზულად ბაჩო ესთეტიკური ხელბაყვები ბაჩო ესთეტიკური მე ვერ გავაკეთებ კომენტარს სერიოზულად შეთვითონ დაუწუნე ვიღაცას ფაშისტური გამო ესთეტიკური ფაშისტური ერთი წამით მაინტერესებს გუბა სანიკიძეს სერიოზულად აქვს
ის განცდა, რომ ჩვენ იმიტომ ვაკრიტიკებთ, რომ ცუდას რად უნდა მტერობა, კარგი უნდა მტრიანის. არა, ამეგიდით ვაკრიტიკებთ, მართლა აქ ეს განცდა. ნუ მაგეგიდით დავცინით თუ მაგეგიდით ჩვევით, მართლა გუბას, ესე იგი მართლა ცუდად ყოფილიყარ. შენ გარყვნილთან ერთად ისიც ყოფილიყარ. მეგობრო, გუბას მიშველე. როგორც კი მევიწყებ შენს კონსტრუქციულ კრიტიკას, აი ეს ორი დამცინის, მაფუშინგებს, მაბულინგებს და კაი ხა მას შინარში როგორც შედიხარ რომ მეუნებიან და დასცინიან შენს ბაყვებს, დასცინიან პეკალებით სავსე კასრი რომ ხარ და ისეთ რაღაცებს რასაც მე არ ვიმჩნევ. შვილსაც დავცინით. ხო, მე არა, ის. ანუ არა, შენს მეუნებ რომ შინარში არ შეხვიდეო. ბიჭო, შინარში შეიძლება რომ არ შეხვიდე, მაგრამ ეხა ის რა ქვია. არა, ყოველთვის მაკრიტიკებ. კაი, მეორე გუბაზე წავიდე. 24 კაცი იყვნენ, როცა ატათურქმა დაიწყო, ის რაც დაიწყო. 7 კაცი იყვნენ, როცა დარიოს პირველმა ხელისუფლებაში მოვიდა და ირანის დიდი იმპერია შექმნა. 7-ნი იყვნენ მარტო. კუბაზე 4-5 პარტია ვის გადალახა, ხო? ვერ შეიკრიბნენ, ეგეც აჩემება არის რა. შალვა ნათელაშვილი რითი არის ნაკლები ამ 4-5 პარტიაზე? მითხარი. ოპა. რითი არის გამოცდილებით? მითი რა ქვია სოციალური არის ნაკლები. ვერ გიპასუხე. ისე სხვათა შორის მართალია, მეტაკლა. ისეთი გამოსტერებულები არიან, გამომზეებულები. ვა, შალვა ნათელაშვილი რითი არის? გაჩერდი ერთი წუთი. ფანჩატურის წილი უნდა რა. გაჩერდით ერთ წუთს. სტრიკონებს შორის კითხვა რატო არ შეგიძლიათ? აქ მე უგრძნობ უკვე სუნით, რომ ახალი ბუფეტის დალონებია. არა, შალვა აქეთ თუ გამოძალავს ვიდეო. ხომ არა. შენ ფიხებს მისცემს. არა, დაბალფასიანი, ძალიან დაბალფასიანი. აი მანდარი ამის სტრატეგიული შალვა აქეთ თავის პარტიას ფულს ახდევნებდა იმაში თავის ოფისში რაც ამბობ შალვა გამოუღებს დაწლავს მართლა რა ხომ არა ამას შესაძლოა დაინახო შალვას ფანჩატურში არისო იქ მონაკვეთებიო მიწისოს რა ბოსტანი შეიძლებაო რომ გააკეთო რა შალვა დაუშვა ხილბოსის ბიზნესი ქონდა რომელმაც გაუსხა დადგა სპექტაკლი თავისი პარტიის წევრს აყიდდა 5 ბადრიჯანი და 20 პამიდორი მოიწვია მედია და ეს 5 ბადრიჯანი და 20 პამიდორი გაასაღა როგორც მე მოვაჭრის მოძრავი და მე ეს 5 ბადრიჯანი მზეზე ნაყოფი დაჭყლეტილი და გაბჭებული ბორშის გასაკეთებლად რატო უნდა დაიკარგოს და წაიღო თავისთან ოპერაცია რეალურად ნათელაშვილზე უარესი რეალურა ჩვენ ძველ ოფისში ინტერნეტ ტელევიზიასთან მივყავით ხო იქ რომ მოვიდა ნუცუბიძეზე უნიტაზი რომ მოიტანეს გასულს ეგ უნიტაზი თუ გაწაიღეს არა ხოთა შორის არა ჩემს ძღოლს ვაჩუქე და ფოტოს გადავიღე როგორ იჯდა იმ უნიტაზზე მაგარი რა მეკნია შენს ბიჭო ვიძა მაგუთაზე ეხა ხო ფინალ მიქნები რომ მაჩუკეს ესაო ეხა მე პოლიტიკაზე ვიждები და პოლიტიკაზე ვიფიქრებ რა მნიშვნელოვანი საკითხია თქვენ თუ გახსოვთ როდესაც თემურ ალასანია იმ სატელეფონო საუბარში ესაუბრება კუბასანი კიდე ის ფანჩატურს ეს იმაში რომ ეს ფანჩატურს მოიხსენებს ძალიან სარკასტულად კუბასანი კიდე შალვას ფანჩატურს მაშინ ოპოზიცია რო გაერთიანდა მე გეტყვით რა სიძახდა ბოკერია და ბურჯანაძე სადაც გაერთიანდნენ ვინც დედამდაწყებულა ყველაზე ოპოზიციური ერთმანეთსგან რადიკალურად დაშორებული ტიპები რო ერთად იყვნენ ნაცისტი და ებრაელი რო ერთად გაერთიანდნენ დაახლოებით მან ეს ისე სარკასტულად მოიხსენიებს შალვას 64-ში აი გაუშვათ შვილი ოპა გულბოს ჯუნიორი რაც ანალები ამ ვითარებაში მე მგონია რომ ადამიანი რომელიც გამოხატავს სურვილს რომ ბიჭო არა ჰიპსტერული იდეა რა გინდა აი ეხლა დღეს რომ ნაციონალურ მოძრაობაში ამ ფორმაციაში მოვიდეს რაღაცა აი ამ ღია სივრცის გარეშე რაც არის აპლიკაცია სადაც მხარდაჭერას მოიპოვებ სადაც აი არა საინტერესოა პატა ბურჭულაძე მირჩევს კი პატა მაგარსაბოს და პატა დუპატა ვიცი შუტკაც გავუშვით არავით არის მოთხოვნა არჩევნების. აი ჩვენ თვითონ და ჩავატაროთ არჩევნები სექტემბერში. აბარა. აი ეს არის ადრე სექტემბერში. სო, გავაჩეროთ. არა, გავაჩეროთ. და რატო და გიჟი ქალაქს მიდიოდა ოსკარები დაჯილდოება. არავით არის. პაპირო ჩვენ დავირჩიო. ხო! ამ მიტინგმა მე თუ აპატიე, რა ვიცი, მე არა ვარ კათოლიკე, ვარ კათოლიკე, დიდი ბოდიში.
პაპირო აიხშოს მიტინგმა. კი, რატო? რა პრობლემა? არავით არჩევნების გამოავლინონ ალტერნატიული? ხო. და სხვა შორის გუბაც და თემურ ღალასანიას ხომ ეგიდეა ქონდათ ალტერნატიული სენატი, ალტერნატიული კონგრესი, ეროვნული დაუმორჩილებელობა, ალტერნატიული ეკლესიასაც ჩართება და არ მოწოთ ეს ეკლესია. ხო რა. ალტერნატიული რელიგიური კულტი, რა ვიცი. ანუ ხომ მაგარია ტიპი რასაც არანაირია ანუ იქ იმას არანაირი ის ხო დაიკმაყოფილეს უკვე რომ არჩევნებით და ეს ხო უკვე მიღწევადია იოლია ამის მიღწევა ანუ როგორ არის იცი რომ ამაზე ხო მოდის უკვე ხელისუფლება რომ არჩევნებს ატარებს ანუ ეგ არა ძმაო ეს იოლია მოდი ეს ჩვენ და ჩავატაროთ ეგ არ გვინდა რა არც ჩემს ანუ ოსკარის ფილიალს გაიკეთებთ ხო რო გითხას აკადემიამ არა ძმაო აი ფილიალი არა ისა ეგ არა მოგვეცით აქ უნდა კოდაკი კი არა კინოთეატრი საქართველოს რო არის იქ დაძაბულში იქ უნდა ჩატარდეს დაჯილდოება და всё ვატარებ და შევთანხმდები და იმით წავალთ იაფარულავა რა არ გვინდა იაფარულავა რა იაფარულავა და ის ბარემ გია ბარამიზე აი ეს აი ეგ სვეჟი იაფარულავა დავიშთ მოდი ასე დავსვათ საკითხი აბა კითხეთ და გიპასუხებთ თვითველად აქვე ხო რიტორიკულად და ჩვენ მოგწონს ჩვენი შედეგები არ მოგწონს რა თქმა უნდა არც კი რეჟიმმა გამოიყენა ფულიც, გაყალბების მექანიზმებით, სუსი, ძველი ბიჭებით, კრიმინალი, ყველაფერი გამოიყენა, მაგრამ ჩვენ რა შედეგიც მივიღეთ, თქვა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში აქედან დავიწყოთ შედეგები, აქედან დავიწყოთ, ხო? აქედან იმის შემდეგ, ხო? კი, ეს არ არის პარტიული პროტესტი, სახალხო პროტესტია და სხვა ხასიათის სხვა პროტესტია, მაგრამ ჩვენ აი ვკითხოს ადამიანმა, ჩვენი თავი და არაერთხელ ვკითხიათ, ჩვენი თავით კმაყოფილები ვართ, არა რა თქმა უნდა. და რა ვერაფერი ვერ გავიგე არა ეხა მიდის რა თემა იცი რომ ჩვენც არა ვართ მაგრებიო რა ეს არ არის რომ ჩვენ მაგრები ვარ და რაღაც ხო უნდა ახსნან პროტესტის რატომ გონია პროტესტის 170-ე დღე ეს ხო უკვე სიგიჟეა პროტესტის 100 წელი ხო ანუ ეს ხო უკვე ხვდებია რომ უკვე კონტრპროდუქტიულია რომ ამდენი აი ბიჭო გადახედე ოღონდ თან იმას IPN-ს ფორმულას ტევე პირველს თავარს ანუ მანდაც კი ვეღარდებენ ისეთ ფოტოს ვიდეოზე აღარ ასაუბარი სადაც მართლა იქნება რომ აი ქუჩა გადაიკეტა წერენ და 20 კაცს აჩვენებენ და რატო აკეთებთ 20 კაცს ქუჩას ეგ ხო ეგ სხვა საკითხია არ შეიძლება ეგეთ შეკითხვა დავსვა აკაცურები არიან რა არა მესმის რომ გავიგე რომ არ გვინდა დაძაბვათ მაგრამ 20 კაცია რეალურად 30 დარბევაც არ უნდა არც დარბევა არასოდეს არ დაგვირგვებია არავინ დაშლა ქვია მაგას ოპერაცია პოლიციური დარბევა ნაცების არის მაგრამ ალბათ ეს ნახე ძალიან მაგარი მეგაფონში რთულია დღეს ნახე ძალიან მაგარი მიმი რა აი ისინი რო არის ხო სად არიან შვილები ხო იცი ის რო არის მაგალითად როგორ წარმოუდგენია ვიღაც ამერიკელ რედნექს სამყარო ან ევროპაში ქვეყნები რაღაცა ძველი საბჭოთა ტიპს იქ რაღაცა ინტერნეტი გაკეთებული ეხელოვნური ინტერნეტი გაკეთებული არა როგორ რუკაზე რო სახელი ვიყია იქ ზანგები ციგნები რაღაცა ეგრე და აკაც უკაც როგორ წარმოუდგენია ზანგები და მთელი ევროპა არის ეს თავი ზანგაი რა ხელა ისე ნაშები ხო არა არის აკაც უკვე მაგარი მთელი ევროპა კონტინენტური ევროპა არის ესტონეთი ჩვენ ძმაკაც რო ევასება ხო იცი მაკაცუკების მეგაფონიანები მაგრა რა დღეს გამიძრო ბიჭო ამ იმაში სად არიან შვილები რაღაც იმებში ჩანთებში დაუმატებია ცეკვის ელემენტები ნახეთ როგორ ამ აკაცუკების მეგაფონით იმებში რა პანტომიმის უფრო ხო და იქ დაუმატებია ცეკვის ელემენტები რა პანტომიმის არა ცეკვის ანუ იმენა უკვე მართლა ამ ვიდეო რომ ანახა სვეჩი ეს ქალბატონი დარწმუნებულია რომ აი ელვის პრესლი გამოდის სცენაზე და აი ვინც მას უყურებს და უსმენს ყველა ცუდად ხდება სიამოვნებისგან. მაგ ექსტაზში არიან ჩავარდნილები. ჩვენ ვიცით რომ ნაციონალური მოძრაობა ცაკე კიდევ იშლება, იმიტომ რომ აგდებენ თინა ბოკუჩავას მიშა გამოესწრა სხვათაშორის, მაგრამ დანიშნულია რაღაცა სხოტკა თუ სლიოტი თუ რა ვიცი ჩემი ფეხები, საერთოდ თინა ბოკუჩავა უნდა გააგდონ და ირაკლი ფავლენიშვილი, რომელიც არის ნაცი, ხო, მეგობრებო, ირაკლი ფავლენიშვილი. წესი. ხო? ლაპარაკობს იმაზე თუ რა ხდება პარტიაში და ძალიან საინტერესოდ ლაპარაკობს, გავუშვით. პარტიაში თარფი არ ხდება, ოთ ამესწრეთ, ახლა ამას იხილავს ხა რომ მიტყუებოდე ხო ხოს მომში იხილავს საზოგადოება ხო? ანუ ასეთი დაპირისპირება, ასეთი რაღაც თქვა რაღაც ნიშნები იმის რომ არსებობს კონფრონტაციას ჯგუფებს და მხარეებს შორის ესეთ ნამდვილად არ გახლავთ.
არც პოლიცამჭოს ხდომაზე მომხდარა ასეთი რამ უახლოეს წარსულში, არც ნერვის ვერ სხვა ფორმატში. ამიტომაც როცა ჩვენ საუბრობთ მიხეილ სააკაშვილის წერილზე, ეს უკავშირდება ერთ დიდ ასე ვთქვათ მოწოდებას. ანუ როგორ არის მიშა თქვა რომ არ გააგდა თუ არავინ და შეგდა როგორ ვთქვათ რომ არავინ არავის არ უცემია, არც მე გამოუყვანია საპირფარეშოში და იქ უნიტაში არავის არ ჩააყოფინა არავინ თავი, შემდეგ არ გადააგდო მეორე სართულზე და ისტორიას რო ყვები რა. არც პოლიცამჭოზე არავის პანჩური არ ამოუწყია. მელიამ როგორც მოყვა იმაზე არ გასოს როგორ დამოუწყდა რო იქბინება ის კაცი ნუკრიას რო ყვირის ვიღაცას აცემად რომ ნუკრია მარტო შენ გახსოვდა აქამდეც და ეხლა ჩვენ საიდან უნდა გავასწავლო კუპრავა არა კუპრავას ბაძელნიკი რო არის რა კუპრავას ბაძელნიკი აუ ძალიან მაგარი ტიპი მაგარ რომ მოყვა მელიას ოფისში პარკებით გატანას გვიპირებდნენ გაუპატიურებას და დანაწევრებას მელიამ ყვება რა მელიამ რომ მოყვა არავინ არ გიპირებდა დანაწევრებას და მაგარი ამ ოპერიდან არის მიშა რომ დავით გარემზე აგიგზნო ეხაო წავლენო აზერბაიჯანელ ბიზნესმენებს იპოვიანო და რომლებიც იტყვია რომ მეო 70 მილიონად რატო 60 გავახსენო ანუ საი თვითონ რო გათქვა აუ მახსოვს გარეჯი საქართველოს იმაზე გარეჯი საი ამბავი კი მახსოვს გამოვიდა მიშა და თქვა რომ ეხაო წავლენო ოღონდ ვაფშე არავის არ უხსენებია ეკთება რა და თანხა მithumდეს აუ ეხა იტყვია 70 მილიონად მოგცესო სამ ჩემოდანში რო იყო ნიანგის ტყავის სამ ჩემოდანში მსგავსი ხო ოღონდ რო ყვება რა რა საინტერესო განცხადება გაუკეთებია ამერიკელ სენატორ ჯიმ რიშს ხო ამერიკულ უნივერსიტეტებში უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ დაფინანსება უცხოური დაფინანსება როცა არისო ჩვენ უნდა მივუყვეთ ფულს თუ დასამალი არაფერია მაშინ წინააღმდეგობა რატომ არის ეს გაასაჯაროა ეგ თეთრკანიანისთვის ჩვენც არ არის რა თქმა უნდა ჩვენ ხომ ბანანის რესპუბლიკა ვართ აი ეგ ჩვენც არ არის სხვა შორს ეგრეა მართლა რომ მაიმუნს ხო არ შეიძლება იარაღი მისცე რა აი შენ შეიძლება რომ გქონდეს და მაიმუნს არა და ისე ეგ მართლა საინტერესოა ჩვენ ყველანაირი ტრადიცია გვაქვს ჩვენ დამწერლობა გვაქვს უნიკალური კულტურა გვაქვს პოლიტიკური ისტორია გვაქვს და რანაირად გადაგვიწყვიტეს ამ ბიუროკრატებმა ბიჭო იმ დღეს ვკითხულობდი და მე თან ძალიან გამიგორდა ბოლო ადამიანის ზოოპარკი ბელგიაში რომელზეც 56-ში ხო და არ მახსოვს მე 50-იანებში რა ანუ ზოოპარკი გესმის რამეს ვაკი არა ზოოპარკი იყო მე-20 საუკუნეში მე მგონი თუ არ კონგოს ბელგიის მეფე ბელგია ხო ეხლა ყველაზე კაი ქვეყანაა კი ბავშვებს ხელებს აჭმდნენ რომ ათლიდნენ რომ კარგად შესაძლებლობა სადღაც იქ და რეზინი გამოემუშავა და შალვა მომისმინე ზოოპარკი ანუ რაღაც არც მეტი არც ნაკლი კი სეგრეგაცია რაღაცა ამერიკაში ერთ ავტობუსში ვერ ხდებოდნენ სხვადასხვა წყალს ვაუდნენ და ზოოპარკი იყო და სხვა შორს ამ ზოოპარკს უფროსი მომვლელი ყავდა ასევე შავკანიანი და იმიტომ რომ იქ არ ხო აი კომპრადორული ელიტა და ახლობით როგორ გამოიყურება ეგრეა არ ცოცხლებ და წარმოდგენას შენ ახლა ბელგიაში ზოოპარკი გაიხსენე და საფრანგეთში სხვა შორს პარიზში ყავდა ყველაზე მეტი ვიზიტორი თუ არ ვძები რაღაც რამდენიმე თვეში ბოლო შავკანიანი ლინჩის წესით ამერიკის ქუჩებში რომელ წელს მოკლეს იცი? 91 წელს. ლინჩის წესით ანუ პოლიცია მოკლა და რაღაცა რომელიც ჩვეულებრივი მოვლენაა, მაგაზე კი არა საუბარი. პირდაპირ მნიშვნელობით ლინჩის წესით ჩამორჩობაზე გეუნა. ჩამორჩობაზე გეუნა. სამართლეს ხალხმა გამოუკანა 90 წელს. ალიკო ელისაშვილი, სანდო ინფორმაცია მაქვს, რომ ემზადებიან საპარლამენტო თვითმმართველობის არჩევნების ჩასატარებლად. ჩვენ ვემზადებით, რომ არჩევნებზე დავანგრიოთ ქართული ოსნობა და რომელ არჩევნებზე გვანგრევენ? საპარლამენტოზე, რომელიც მართი აზრით ალიკო ელისაშვილი ამბობს ამას? ალიკო ელისაშვილი ვერ დაანგრევს ბავშვის აშენებულ ლეგოს. ამა რა უნდა დაანგრევს? ლეგოს რატო ვერ დაანგრევს? ვერ დაანგრევს. ორი არჩევნები დასახელდა, ერთი ჰიპოთეტური, რომელიც არ მოხდება და ერთი რომელიც ხუთში იქნება. და რომელ არჩევნებზე აპირებენ? მე მგონია, რომ ყველაზე მაგარი არჩევნები დაანონსა პატა ბურჭულაძემ, იმიტომ რომ მე ხო, ბიჭო, აი, თემა და ედაო ეხა. მეო. კი. ოსკარი, არანაირი კინოაკადემია. ოსკარი უნდა ჩავატარო და ჩვენ სამნი და კომრამე რო გააკეთოს აი. ფარეზე უნდა არანაირი რიოს კარნავალი. არანაირი ეთერი. სატელევიზიო ეთერი აღარ ყოფნის. ლასკალაში უნდა დავждეთ და ვილაპარაკოთ. კი ბატონო. აი ლასკალაში ოპერის მაგალითად უნდა ვიყოთ ჩვენ. გადავწყვიტოთ ბიჭო, ხო? არანაირი ეთერი. მე ლუვრი მინდა. ლურში მეერე რა პრობლემა არის რაიონოზე გადაც გიორგი ვაშაძე кайხანი არ გაგიშვია ჭიჭლექსა
ნათელი წერტილი არსებობს, იმიტომ მეგობარი ხანდახან ომის დაწყების საფრთხისგან არ გიცავს, ანუ ამის თქმა მსურდა. არა, უკაცრავად. ახლა მეორე, არა, უკაცრავად რა. ომის შენ გიცავს იმისგან, რომ შენი სახელმწიფოებრიობა შეინარჩუნო. აღდგომაზე სოფელში ჩასულს რომელიმე ნათესავი. დიახ. არა. მეორე გავაგრძელებ. დღევანდელ პირობებში საქმე ძალიან ძლიერ ამერიკასთან. მისი ძლიერი პრეზიდენტისთან ერთად. ამ პირობებში რუსეთმა რაიმე ომი გაბედოს კიდევ ეს შეუძლებელია, მაგრამ თუ შენ ძლიერ ამერიკასთან, ძლიერ ტრამპთან აღარა გაქვს სტრატეგიული პარტნიორობა, მაშინ მარტივად ხელში ჩასაგდება. ანუ მოიცა სლიპი ჯო სუსტი იყო. კი. მაგას გვეუბნება. ეტენებია და ბოდიში, დიდი ბოდიში ჩაკიმა, ჩაყვინა. ტრამპი ეხლა რითი დავიწყე გადაცემა. ვლადიმირ სტოპ, გეხვეწები, გაჩერდიო ეუნება და არ ჩერდება ის ვინც არის. ხიშნიკი არ ჩერდება. არა, არ ჩერდება პუტინი. არა, ცვეთში არ ჩერდება. ჩაკიმა. ვინა პუტინმა? იმან სლიპიჯოს თემამ. არა, ეს ხო ის სასტავია, რომელსაც შევარქვით ჩვენ თვითონ კოლექტიურ ნაცებს, აი ეს და განსაკუთრებით მიშას ვიტყვი რა, იმაში მუმიაში რო ის არის ბენი რა, რომ ყველა სიმბოლური მე მახსოვს ტრამპის პირველი ვადით არჩევა როცა იყო ტიპები ხო მანამდე ლაპარაკობდნენ რომ და მერეც წასვლის დროს რომ ეს იყო მასხარა გვარამიამ რო ილაპარაკა და ესეც სამარცხვინო პრეზიდენტი არ ყოლი ამერიკოს და მანამდეც ეგრე ანონსებდნენ რომ ტრამპი არის სირცხული და ასე შემდეგ და რომ მოიგო ტრამპმა გაიგეთეს ბროშკები ბიჭო მაშინ იყო ჯერ კიდე რუსთავიორი მთავარი არხის ბანდიტებს ხო ბანდიტურად რო კონდაცებული რა ახლა რო აიჩის ტრამპი გამოდო მე ბაიდენი რომ ბაიდენს ორდენს კიდებს ეგ გამოდო მე ერთი რამე მინდა გითხრათ რა ყველა ის ადამიანი არის ცაცემი ვინც რამენაირად გვიბიძგებს რუსეთთან კონფრონტაციისკენ იმის გამო რომ სუსტები არიან და ამერიკა დაგვეხმარება ამერიკა მიატოვა აი პირდაპირ ამერიკა მიატოვა უკრაინას ვაფშე აქეთ არ გამოვიხედ ევროპას თუ უნდა ჩაერთოსო მე მაგრად ფეხებზე მკიდიაო და ულტიმატუმი წაუყენეს არ აღიარებთ ყირიმს ნატოზე უარი უნდა თქვა ყირიმი არ უნდა მთელი პორტები და ისა ატომური ელექტროსადგური რომელიც მილიარდები ხის უნდა მოქცე თუ არა დავაი დაახვიეთკო რა ოღონდ ეს ანიშნავს იმას რომ მაინც არა ის ფული ვალად ჩაუთვალეს რაც მისცეს იარაღში და იქ რამდენი მოტყდა და რამდენი მოიხერხა იქ საკეთება ხო და რა ვიცი აბა კარგად გზარდებოდეთ მეგობრებო დღეს ხუთშაბათია პარასკევს დიდი გადაცემა მოყვა ორშაბათს კი შევხვდებით ნადლობა ყურადღებისთვის ორშაბათამდე გემშვიდობებით